საღამო მშვიდობისა, აბა ხართ მოგების ხასიათზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი იქნებით მოგების ხასიათზე და ჩვენი შეხვედრაც ყოველ სამშაბათს და პარასკევს სწორედ ამას ემსახურება, რომ გავათამაშოთ დიდებული თანხები. მით უმეტეს რომ ჩვენი ჯეკპოტი ისეთი დიდებულია, აგერ უკვე მე რამდენი გათამაშება და როგორ ველოდებით თითოეული ჩვენგანი მის მოხსნას წარმოდგენაც კი არ მაქვს. მოკლედ, ჩვენი ჯეკპოტი უნდა გავაჟღეროთ. მაინც მიუხედავად იმისა, რომ აქტიურმა მოთამაშეებმა ძალიან კარგად იცით, 2,25,491 ლარია ამ წუთების მდგომარეობით ჩვენი ჯეკპოტი. შესაბამისად, წარმატება მისურვებია თითოეული თქვენგანისთვის. მეორე კატეგორიაც შესანიშნავად გამოიყურება და ჟღერს 162,000 ლარს გადასცდა ჩვენი საპრიზო ფონდი მეორე კატეგორიაში და 755 ტირაჟი გახლავთ ეს. 755 ჯერ გისურვებთ წარმატებას. აი ესე გავიმეორებდი 755 ჯერ დრო რომ მქონდეს, მაგრამ არ დავახოვნებ და გადავინაცვლებ ღილაკისკენ. აბა თქვენ იცით, 3-2-1. ახმაურდნენ ჩვენი ფერად-ფერადი ბურთები და ვნახოთ დღეს გამართლებს თუ არა ჩვენი ლოტოტრონის მიერ შემოთავაზებული კომბინაცია და წამოვიდა პირველი მომგებიანი ბურთი. ნომერი 28, სწორედ ის ხსნის დღევანდელ გათამაშებას. და ვნახოთ მორიგი მომგებიანი ბურთი რა იქნება, ის გახლავთ ნომერი 39, ყვითლები ლიდერობენ აშკარად დღევანდელ საღამოს. 12 მოგორავს და მოემართება ჩვენსკენ. აი ესე ყვითლები შეავსო კვას-კვასა წითელმა. აბა 28, 29, 12 და ასევე 8-იანი, ვისაც გყავთ, თქვენ გაგიმართლათ, რადგან დიდი შანსია რომ სწორედ თქვენ გახდეთ გამარჯვებული. მეხუთე მომგებიან ბურთს ველოდებით და ის გახლავთ ნომერი 3 და მეექვსე მომგებიანი ბურთიც მოგორდება ახლა ჩვენთან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჯეკპოტის გასათამაშებლად და ნომერი 20. აბა იმედია რომ ძალიან ბევრი გახარებული ადამიანია ტელეეკრანთან და ბონუს რიცხვის დროც დგება და აი ისიც. ნომერი 23 შემოგთავაზა ლოტოტრონმა. კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ კომბინაცია 28, 29, 12, 8, 3, 20 და ბონუს რიცხვი გახლავთ 23. გავათამაშოთ ჯეკპოტი, ხომ შეიძლება? კი, შეიძლება. მე ძალიან მინდა, თქვენ ძალიან გინდა, მთელ საქართველოს უნდა. რა თქმა უნდა, გაგვიხარდება ყველას, რომ კიდევ 1 მილიონერი აჩუქოს საქართველოს ეროვნულმა ლოტარიამ ჩვენს ქვეყანას. დაველოდებით შედეგებს თავისთავად ცხადია და გავარკვევთ თუ რა თანხა გათამაშდა დღევანდელ გათამაშებაში, სხვათა შორის ხო წინა გათამაშებაში მესამე-მეოთხე კატეგორიაც არ გქონდა გათამაშებული და იქაც დიდი შანსები გქონდათ მოგეგოთ. შესაბამისად დაველოდოთ შედეგებს, რომელიც აი ძალიან მალე გამოჩნდება. მანამდე კი შეგახსენებთ იმ აუცილებელ პირობას, რაც უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩავერთოთ ამ გათამაშებაში და გავხდეთ გამარჯვებულები. რას ვაკეთებთ, ხო? პირველ რიგში ვყიდულობთ ბილეთებს, ერთ ბილეთს მაინც გათამაშებიდან გათამაშებამდე, სამშაბათიდან პარასკევამდე, პარასკევიდან სამშაბათამდე და შემდეგ უკვე გამოვცდით ჩვენს იღბალს. ამისთვის არსებობს რამდენიმე გზა, loto.g, ეს არის ძალიან მარტივი ონლაინ სივრცეში, შეგიძლიათ იქვე შეავსოთ თქვენთვის სასურველი კომბინაცია, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით მდებარეობს საქართველოს ეროვნული ლოტარიის ლოტოს ჯიხურები და ასევე ყველა დიდ სავაჭრო მოლში გახლავთ სერვის ცენტრები, სადაც მიბრძანდებით და შეარჩევთ სასურველ კომბინაციას, შემოხაზავთ და ჩაერთვებით გათამაშებაში. გვაქვს უკვე შედეგები და ისიც ეკრანზე. მეოთხე კატეგორიაში გავათამაშეთ 4,044 ლარი. 3 ადამიანმა გაინაწილა ის, 1,348 ლარმა შეადგინა მოგება ბილეთზე. მეხუთე, მეექვსე კატეგორიებში კლავინდებურად ბევრი გამარჯვებული. მესამე, მეორე და ჯეკპოტი გაუთამაშებელია აუცილებლად პარასკევისთვის. დაიმახსოვრეთ, ერთი ბილეთი მაინც იგებს ის, ვინც თამაშობს, ხოლო მოგება შეგიძლიათ ყველას, ასე რომ პარასკევამდე.